როდესაც საქართველოში აკეთებ გადაცემას სათაურით სასწაულის ძიებაში, ამ ადგილს გვერდს უბრალოდ ვერაუღლი. ყველაზე მისტიკური, შეუცნობელი და ბურუსით მოცული. ხვამლის მთა. ფართო მასებისთვის მისი მთის საიდუმლო, ცნობილი 2007 წლის ფილმით გახდა. მას შემდეგ ხვამლის გამოკვლევა კვლავ გრძელდება. კვლევართა ჯგუფს ჩვენი გადამღები ჯგუფით შეუერთდა. მათთან 2 დღე გავატარეთ. არქეოლოგების გარდა, ხვამლის მთის სპეციფიკიდან გამომდინარე აქტიურად მუშაობენ სპელეოლოგებიც. ჩვენი თავგადასავალიც სწორედ ღვიმეებიდან დაიწყო. იცი რა დაჭიმე ეს თავარია ეს უნდა მომართოს. ამაში გადაკვანზე მე აქ. მათ ეს მე მგონი ჟუმარი არ უნდა, ხო? ეს ხა გაისწორე და მე ესე ამით ესე ამოვჭიმოთ. ქვემოთ მაგას გადავამოწმოთ ყველას მოიც. წავედით. აი ამის ქვემოთ არის სიცარია და ეს არის წყალშემკრები, ძაბრი არის. შეიძლება 50 მეტრი ქონდეს დიამეტრი, 100 მეტრი ქონდეს და ძაბრები რო იქცევა ზოგანაირო ერთი ძაბრის გვერდით მეორე ძაბრიცაა, მე მესამეცაა და თუ ეცოთა განმავლობაში ეს კოროზია, ეროზია და ნგრევა მოხდა და ჩაიშალა, ძაბრები ერთიან დიდ სივრცეს აერთიანებენ რა, პონორებად ერთიანებენ. უკვე ქვემოთ დიდი დარბაზები წარმოიქმნება, ხო? აქ ჩვენთან რა ხდება ხა ხომ? ეხლა ჩვენთან როგორი სისტემა? ხვამლი მთლიანად კირხული მასივი არის, რომელიც და საკმაოდ დახრეტილი არის, შეგვიძლია ვთქვათ, უამრავი ღვიმეებიც არის, ჭებიც არის. ეხლა სადაც მივდივარ, თეკენთერის ჭას ესე ეძახიან ბუნების ძეგლად არის რეგისტრირებული. ეგეთი ვერტიკალური ჭა არის დაახლოებით 18 მეტრამდეა რა. სხვა 14-დან 20-მდე არის სხვა აზომების მიხედვით, მაგრამ შაშან რაც გაზომეს არის დაახლოებით 18 მეტრი. საქართველოში 1500-მდე ღვიმი არის აღწერილი ეს კადასტრი რაც არის შედგენილი. მაგრამ რა თქმა უნდა პროცესი ისეთია რა აქტიური, სულ უნდა განაახლო, იმიტომ რომ კადასტრი შედგა ძველი ინფორმაციას დაყრდნობით, არ იყო GPS-ები, დადიოდნენ თქვა იმეებით, რა ქვია, ეგვიპტური სამკუთხედების პრინციპის წერტილი გადაქონათ, რომ ზუსტად ადგილი დაგეფიქსირებინა. დღეს უფრო მარტივია, ხელი GPS-ი კი 3-დან 5 მეტრამდე ცნობილებას გაძლევს, მაგრამ უფრო ისეთია, ეხა 5 მეტრში რომ მიხვალ ღვიმესთან, მე იმას იპოვი და ძველი აღწერებია, აი ბილიკიდან ჩრდილო აღმოსავლეთით 200 მეტრში, მე იქ რაღაც ხევი ჩადის, დიდი წაბლის ხე დგას და ეს ძალიან ართულებს. მთელი ასხის მასივი, ჩვენც ასხის მასივზე ვართ. ეს არ არის ასხი. ეს არ არის. ასხი არის მდინარის ცხენისწყლის მარჯვენა. ხვამლი ასხის ნაწილი არ არის. ის არის, სვალკე თის სისტემის წარმოადგენს. ისიც კირქულოვანი მასივია და ესეც კირქულოვანი მასივია. ძალიან საინტერესო ფორმა აქვს. Google Earth-ი ან ნებისმიერ ორთო Google Maps-ს რო დახედო, გაქვავებული თევზის ფორმაა, კირქული, მაგრამ ძალიანად ასხს. აი ხა ტელეფონს რო დახედო,
თევზის რაღაცა იმის ფორმა აქვს. დორადოს ფორმა გაქვეყნებული. და ზოგადად ეგ კირქვანი მასივიც ეხლა იდეაში ეგრეა წარმოქმნილი რა, ეს ჩაძირული, ხო, თევზები და წყლის მცენარეები და აი გლოვანი მასალისგან შეიქმნა ამ მილიონობით წლის წინ. ნელ-ნელა ხდება ნაპრალების გაჩენა, მერე უფრო გამოქარვა იმის, მერე უფრო დიდი ნაპრალების გაჩენა და რაღაც მომენტში იხსნება რა ეს ღვიმე. და აი ღვიმე რო იხსნება და დედამიწის წასთან უკვე გასასვლელი რო აქვს, მერე იქ არის ორკარიანი, სამკარიანი, ხუთკარიანი ღვიმეები, რამდენი გასასვლელი აქვს მაგის მიხედვით. მერე უკვე თვლიან ღვიმის დაბადებას მაქედან რა. ღვიმის დაბადების ასაკი არის ეგ, როცა უკვე გამოვიდა წყალი იქნება შესასვლელი გაჩნდა. ხო, კი, ეგ მაქედან იცვლება. ეხლა ჩვენი ღვიმეები ვალერი გუშინ რო ამბობდა, რაღაც მასალები წაიღეს, დაძველდა, ხო, სადღაც 100 რაღაცა 120,000 წლის წინამდე. შესასვლელი დაახლოებით 1 მეტრი არის დიამეტრი ჭის, მაგრამ მე განიერდება და ქვემოთ დაახლოებით 18 მეტრის სიღრმეზე უკვე წყალი არის 1 მეტრამდე მაქსიმუმ, ცოტა ისე ზედაპირია. სოფლიოში ყველაზე ღრმა ღვიმეების პირველი 3 ღვიმე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. პირველი 3 საქართველოს. ხო, ისე ხუთეულში არის 4 ღვიმე, ხო. ძალიან ძნელია იყო ახალგაზრდები რა გაზარდო ასწავლო. თან ჩვენ უკვე რა ვიცი ახლა გიორგისნაირი ნეტა. რატო ხდება ეგ რისიბრალია ხო? არ არის აი როგორ არის იცი შემოსავლიანი ის არ არის. მაინც მანდ მივდივარ საბოლოო ჯამში. დაფინანსება არ არის. ჩვენც ახლა სხვა სამუშაოებზე მუშაობთ, მე აღჭურვილობას ყიდულობთ და დავდივართ რა არ გვინდა რომ სულ დაიკარგოს ახლა, იმიტომ რომ ყველაზე ჩეხეთში სადღაც 700-მდე ღვიმეა. ხო და 45 ღვიმე მოწყობილი აქვს ტურისტულად და დადის ეს ხალხი და ფოტოებს იღებენ და მოძრაობენ ამ ღვიმეებში. ბელგიაში 5 ღვიმეა სულ. მაგრამ იმდენის ჩვენზე მეტი სპელეოლოგი ყავთ რა. ჩეხეთში სადღაც 70-მდე სპელეო კლუბია შექმნილი. ხო და უნდათ რა ეგ უფრო ჯანსაღ ცხოვრებას მიდევენ რა ვიდრე ჩვენთან. ო აი მასლოუს პირამიდის ქვედა საფეხურები რო გაქვს დაკმაყოფილებული მერე შეგიძლია უკვე იფიქრო რაღაცებზე. ჩვენ ახლა გადარჩენაზე რო გვაქვს საქმე რო რა შევჯამო და იქ წამალის ფული არა მაქვს და კომუნალურებს ვერ ვიხდი. რაღაცა ძალიან ძლიერი ენთუზიაზმი უნდა გქონდეს და შიგნიდან უნდა გხრავდეს რომ მაინც გაარღვიო ეგ და წახვიდე გულის გზაზე. იმედიანად ვართ. არის გამოჩნდნენ უკვე ახალგაზრდები და ეხლა რო იძახდი აღარ შემიძლია რომელი ძახდა წელი მткиვა ის 34 წლის ვარო და უკვე მუხლები მткиვა და ის და ასაკი რა ყველაფერი მე იქ ამდენი ის მართლა ის ადვილი არ არის რა ეს საქმე იმდენი სტრესია ისა მე რაღაც ასაკში რო შედიხარ ფიქრდები რაღაცებზე გიწევს ეს დაფიქრება და შიში რაღაცა ცოტა შემოგიძრება ხო და გინდა მე გიწევს რა თავის დანებება რა. ყვინთავია და თან ღვიმისთან კევდაივერიც არის და ამ ბოლო დროს ღვიმეში ყვინთვა აღარ უნდა ხოლმე ეზარება ხო. აღარ შეუულია. ხო ნუ ეგ ცალკე სირთულეა, ცალკე ცოდნაა და ცალკე სტრესია მართლა ღვიმეში ყვინთავი თუ ყავდა საქართველოში უკა მეურნებოდა რაღაც კლაუსტროფობიის ამბავი. წარმოგიდგენ პლუს წყალში რო ხარ, ანუ სივიწროვეში და თან წყალში და თან ვერ ხედავ, ანუ მიცოცავ წყალში და შეუცნობელში ხარ თავიდან. მან ყველაზე ესეთი კითხვა არის ხომ ეს ადრე შეიძლება გაებრაზებინე თავიდან რომ თავიდან არქეოლოგიაში ხომ ოქრო გიპოვია და აქაც რატომ მიცოცავ, რას ეძებ? ანუ აი ესეთი კითხვა არის ხა ადამიანი თავის საქმეს რო აკეთებს და რას ეძებ? თასველოდ სადღაც წერველზე ადის და რატო ადიხარ აი რას ეძებ? რაღაცნაირი კითხვა არის. არაფერს რას ეძებს? ინტერესი გაქვს საკუთარ შესაძლებლობებს ცდი და ვითარდები და ცხოვრებაც ეგ არის რა. მე იმდენ ბევრ კარგ ადამიანს ხვდები რომ პირიქით შენც რაღაცნაირად ვიღებ რომ ამ ხალხს დაემსგავსა და რაღაცა ისწავლო. აქ ჩამოსვლისას უბრალოდ ის არის სივიწროვეა და მე რო გამოძრები მე ჩვეულებრივ ჩამო. ეს თოკი უძლებს 150 კილოს. მაგრამ დარტყმის დროს უძლებენ 25 კილონი უტო. იგი 2500 კილოს.
კვანტურ ფიზიკაში ყავთ ორი ფიქციური პერსონაჟი, ალისა და ალისონი. ალისონი არის ბიჭი და ალისა გოგოა. და მე ვიქნები ალისონი საოცრებათა ქვეყანაში. არა, მე დაგوار. ანუ, დაიწყო თუნდაც ამ სამოსახლოა. არა, მე მგონი რომ გამოვხედე? ჩემზე არის ნერვი უკან უბრალოდ. გადაიტანე ეს. თუ არა მოვედი, ესე იგი უფრო კაი ადგილას წავედი. მიყვარდა ეს პლანეტა და უბრუნდები ჩემ მშობლიურ სამყუროს. ვაუ! საფათ ხო არ მიდიხარ? არა, კაია. Ramakaria. სასწაულია, მართლაც რომ სასწაულია. გააჩერეთ. ლუკა, ჩავედით, კარგად მოვეწყეთ. მოგწონს აქაურობა, მაგრამ ცოტა იმედგაცრუებულები ვართ. ვერ ვიპოვეთ წმინდა გრაალი და ვერც ნოეს კიდობანის ხუზა. ამოვდივართ ცოტა გაწმილებულები და მივდივართ შემდეგ მღვიმეში. კარგია. ასეთივე, ცოტათი პატარა სივრციანი მარჯვნივ და ერთიანად ფაროსავით არის მარცხენა მხარეს და ეს ამით თავდება. ეს ცალკე ტიპია, როგორც თქვით, არ უკავშირდება არავის, ხო? არავის არ უკავშირდება, ხო, იყო იდეები რაღაცები და აშკარად არავის არ უკავშირდება. ბიჭო რა საინტერესო რაღაცა არის რა. რა მაგარი რაღაცა რა. მაგრებულობთ ადამიანებს და დაფიქრა. იაში კი საინტერესო რაღაცებს კეთება შეგვიძლია. ეს ხდამწვარია? არის დამწვარი. ეს და ეს არ ვიცი. ოდინდელია ეს განათებისთვის გააკეთეს, მე მგონი არა ძალიან. ხოჭუაც თუ ხედავთ. აქ გვაქვს ნაპოვნი. ვალე, ხედავდა ერთი ყავში არის ჩავარდნილი და მე მგონი ამოვიყვანო, ხო? გაუში მიხედავს თავისთავად. ენდემური ჯიშის არსად არ არის რა, მარტო იმაშია და საოცრება კიდე ის არის, რომ მარტო ამ მღვიმეში არის. ვალე, ეხლა მოვაწყობ სადგურს და ნელ-ნელა აწევთ ხო მათეს? ამ ხოჭოებს რა ილიას უნივერსიტეტის პროექტია. იკვლევენ უბრალოდ რა ტიპის ფლორა და ფაუნა ცხოვრობს მღვიმეებში, ჩვენი ქვეყნის მღვიმეებში. ვიწყებთ ამოყვანას და მოემზადე. არა ჩვეულებრივად. როგორც პატარა ბავშვის აქანელაზე. დავაი დავკაჩით. ნახევარი დაგჭა, ნახევარი. ვასიბძნე. ვახტა დამძიმდა. მოგეთქვი დააჩერე. კარგია. მაიცა ბევრი აღარ დაჭა. აუში. აი თვითონ მოდის უკვე. კაი, მიუში. მიდი. მიუში. აბადებას გავს, აი დედამიწამ უნდა დამბადო. დამეხუები შე. არა, ამოვიდი. აი. როგორია შაბეჭდილებები არის ჯერჯერობით დამუნჯებული ვარ. აი მართლა ხმავენ ამოვიდა. რო ჩავედი, რაღაცა მომიცვედი. იმის მერე ისე მოცული ვარ.
შემთხვევით გამოჩენილი კიდევ ერთი მღვიმე, რომელიც სავარაუდოდ რომელიღაც სხვა მღვიმეს უკავშირდება და ქმნიან ერთ დიდ მღვიმეთა ქსელს. შეიძლება არც უკავშირდება და ესე იყოს იზოლირებული, როგორც ის იყო წელს, სადაც ვიყავით. მოდი რა ჩახსო და აი ეგენი შემოწმინდე და აი ეს გამოაჩინე რა აქ საქშენი კირის ამოსაწველად რამდენიმე წინაპირობაა აუცილებელი რა ერთი ტყე უნდა იყოს ანუ შეშა რითიც იწვის და მეორე აუცილებელი ის არის წყალი ერთადერთი ადგილია მთელ ამ იმასე აი ხვამლის ზედა პლატოზე, სადაც წყაროა. აქ ხდებოდა კირის გამოწვა. ყველა წერილობითი წყარო, ყველა ერთხმად ადასტურებს, რომ ხვამზე პირველი ეკლესია შედება მე-12-მე-13 საუკუნეებში. ჩვენმა გათხრებმა ხვამლის მთაზე რადიკალურად შეცვალა წერილობის წყარო. ანუ ის ძველი ეკლესიები რაც იყო, ისიც კირით არის აშენებული. აი ეს ქურა არის კავკასიაში ერთ-ერთი კი არა და ყველაზე უადრესი კირის გამოსაწვევი ქურა დაახლოებით აი ამ ნაყარში გაწმენდის დროს აღმოვაჩინეთ მე-4-მე-5 საუკუნეების ჯამის ძირი. პირველი ეკლესია შენდება უკვე დუღაბით კირის. ქრისტიანობამდე აი ერთი უბანი გვაქვს მიკვლეული ის მთლიანად მშრალი წყობით არის ნაგები. რო ჩავიდე შეიძლება? კი, შეიძლება თუ არ ჩაგეშლებათ და ვეცადებთ რომ ქვებს არ შევეხოთ და არ დავაზიანოთ, თორე ჩასვლით შეიძლება. აი ეს არის როგორც თქვენ ამბობთ, საბერველი. ცეცხლისის რა, მისაკიდებელი და საქშენი. აი აქ ნახშირის კვალიც არის. შეშის და კირქვის ჩატვირთვა. ეს ნახშირი ძველია? კი, იმის თანადროულია ახლა. საინტერესო კიდე ვინ არის ის ხალხი, ვინც ამას აკეთებს? კოლხები. რა არის კირი? კირი არის სამშენებლო მასალა, რისგან რომელიც კირქვის დაწვის შედეგად მთლიანად ხვამლზე კირქვოვანი მასივია რა და ნედლეული არის ამოუწურავი აქ რა. კირით ხურო. ხო, ორი ეს მთლიანად ხედავ ეს აქვთ. ჩათლილი, გათლილი, აქ ეთყობა მარაგებს იმაშებოდნენ რა კირქვის. ცოტა წინ დამცავი კედელი აქვს, რომელიც სულის, რომ იქიდან ვარცოფის ან იმის შემთხვევაში აქ ტალახი და რაღაც არასაჭირო ისინი არ შემოიტანოს რა წყალმა რა. ამიტომ აქეთ ქონდა მიმართულება და უშვებდნენ იქით ხევში. აი აქედან ჩაყავდათ, როგორც ჩანს, კირის სამკროში წყალი. ესეთი ერთსულოვანი მოსუფეროდა აქ. იქიდან 100 მეტრში ეგრევე შეხვდება მეორე ძაბრი, რომელიც ასევე მღვიმე არის და ჩასასვლელი იქნება. შეიძლება აქ არ არიან ჯერ ნამყოფები და გამოსაკვლევია. მთლიანად ესეთი არის დახვრეტილი შვეიცარიული ყველივით ჩვენი ხვამლის მთა. ყვავილი გადაიღე რა. აი აქ მიდი დაგიჭე. არავით არ იკვლევა. აქ არ ჩატარებულა ესეთ. ნუ ჩვენ ვართ გამონაკლისები და ისიც ძალიან ისეთი მწირე თანხებით. აი ამ მწირე თანხებით, ხო? მთელი ეს ზედა პლატო გვაქვს დაზვერილი. თითქმის ვიცით ყველა მღვიმე, ყველა ძაბრი, ყველა ბილიკი, ყველა გადასასვლელი. დიდი ნაწილით ვიცით სად არის არქეოლოგიური
ობიექტები. პატარ-პატარა ნახტომები გვაქვს გაკეთებული და ეხლა უნდა ესეთი აი უკვე მასიური კვლევების დაწყება. ეს კვლევები აუცილებლად უნდა იყოს ინტერდისციპლინარული. აუცილებლად ბევრი მიმართულებით. ხო, ბევრი მიმართულებით უნდა გაიშალოს კვლევა. ხო, ხაი ბოტანიკოსი მოვიკითხე რომ რასაც უყურებ აფთიაქში დავდივარ. ხო, იცი რა არის თან ახლა დროსთან ერთად გაცილებით აქტიურები ვიყავით ხო 10 წლის წინ ვიდრე ასაკი რაც გემატება ხა აქ ამორვოდით ჩავრვოდით 5 ჯერ 6 დღეში იქ რომ მუშაობდით იმ კირის ქურაზე პარალელურად აქეთაც მუშაობდით და სულ ესე სირბილში ვიყავით და ახლა ძლივს ამოვათავე ეს აღმართი ქვისხანის სპეციალისტები ერთხმათ მივტკიცებენ რომ ამ სიმაღლეზე ადამიანის კვალი არ უნდა იყოს. მაგრამ არის, ხო? მაგრამ არის. რატო არის? ეხლა ეგ არის მისაკვლევი რა. აქ ადამიანი მუდმივად ვერ დაემკვიდრება. სეზონურად მოძრაობს, რაღაცა პერიოდი ამოდის, აცივების თოვლის სეზონის დაწყებასთან ერთად ჩადის უფრო ქვემოთ. როგორც თუშები აკეთებენ, ხო? ხო, აი ეს კაი მაგალითი იყო, ხო. იმიტომ რომ აქ დიდი ყინვა არ იცის, მაგრამ სამაგეროთ იცის 2-3 მეტრი თოვლი და ნამქერები და ქარბუქები და ამიტომ აქ ადამიანი ვერ ჩერდება. ბუნებრივად ვერ გაძლებს ზამთარში აქ. ესეც არის ექსპედიციის წევრის მოტოციკლეტი? კი, ჩვენი ოთარის წელს ჩვენი საპროექტო წინადადების ერთ-ერთი შემადგენელი არის ლიდარით და სკანერებით აქაურობის დაზვერა. 3D ფორმატში გაკეთებული ის იყო ეკლესიის და პოლონეთში ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტში გავაკეთეთ მოხსენება და პოლონელები დარჩნენ აღფრთოვანებულები გიორგის ნამუშევრით. თუ არსებობს აი ეგ კონკურენცია რომ არა მე აღმოვაჩინე, არა იმან მიითვისა მე ჩემი ნამუშევარი და აღმოჩენილი იმან დაიბნა. იცი რა შეიძლება არის? უზარმაზარი მასივია. ხვამლი არის 10 კილომეტრი მასივი მთლიანად. ყველას გვეყოფა რა. ეს არის კარიბჭის ნაწილი და იყო ეგეთ რესტავრატორი იოსებ ბანძელაძე ამბობდა ამის ანალოგებს ძებნიდა და ადარებდა შუამდინარულ და ახლო აღმოსავლურ კარიბჭეებს. ხო, რადგან კარიბჭე აქვს ეს იმას ნიშნავს რომ რაღაცა ძალიან დიდი კომპლექსია, ხო? კომპლექსია თან ისეთი კარიბჭე არ არის რა, აი ძალიან შეხედეთ როგორი დამუშავებული, განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ეს აი შეხედეთ უყურე ის ქვედა მშრალი წყობებია რა მან ჩვენ საკმაოდ გულდასმით იმას ვქენით და აი აქ რაც კირის ჩანართებია ეს მერე ზემოდან არის ჩამოხრილი. ძალიან მინდა რომ საერთო სურათი წარმოვიდგინო ხვამლზე რა ხდება, აი როდის იწყება უკვე ადამიანის მე გულისხმობ არა პირველყოფილ ადამიანს, არამედ აი მოაზროვნე ადამიანს გულისხმობ, რომელიც რაღაც ღვთაებებს თაყვანს ცემს, წესები აქვს, რიტუალები აქვს, ტრადიციები აქვს, აი როდიდან იწყება, როგორ ვითარდება და სადღაც წყდება მერე. სადღაც იწყება, თუ აი ესე ზოგადად ვიტყვით ძალიან ბრინჯაოს ეპოქიდან და ქვისხანის დასასრულიდან. ძველის მე-12-დან უდაოდ უკვე აქ ადამიანი არის და რაღაცა
რაღაცას ეთაყვანება. აქ ესე პლიადების გადასვლის ის არის რა ადგილი. აი ღამე აქ თუ გაჩერდებით, ნახავთ, როგორ ერთი მეორის მიყოლებით მოძრაობენ და გადადიან აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. უკვე აკვირდება ცას, უკვე იქიდან ინფორმაციას ღებულობს და იმ ინფორმაციას განაზოგადებს. გვაქვს ნანახი ორაკულის კამათელი, რომელიც არის ძალიან იშვიათი მოვლენა. და ეს ორაკულის კამათელი იდო ესე სამკუთხად ძალიან პატარა ესეთ მოსწორებულზე იდო კაჟის იარაღი, ოფსიდიანის დანის პირი და ჰემატიტის ორაკულის კამათი. დელფოსის სამისნოში იქ შიგნით სადაც მუდმივი ცეცხლიან თო ხო, სადაც მხოლოდ იმ პეთიას ჰქონდა შესვლის უფლება, აი ეს ქვა წმინდა სამისნო სალოცავი ქვა იყო ჰემატიტის. ამ ჰემატიტს თვითონ მინერალს ყველა ძველი ხალხი მიაწერს და ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ეს ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს, გარკვეულ რაღაცა ესეთ ცოდნას ფლობს ყოველ შემთხვევაში. გავრცელებული მოსაზრებაა, რომ აქ ობსერვატორია უნდა ყოფილიყო. სკეპტიკოს კვლევართა იმას ვეკუთვნი, რა ვიდრე საკუთარი თვალით არ ვნახავ და არ დავრწმუნდები, ეგრე მე ვერ ვიტყვი ხელაღებით, რომ აქ ობსერვატორია იყო. არ გვაქვს ნანახი. თუ ვნახავთ, აუცილებლად შეგატყობინებთ. გამაჭყიდეთ. აი ეს არის ქრისტიანობამდელი რაღაცა შემორჩენილი ფრაგმენტი რაღაცა ნაგებობის. კაცრად აი ესე დასავლეთზეა ორიენტირებული. ეს იმისი თანადროულია და რატომღაც ამოშენებულია და ორმაგილისა აქ დატვირთვა ამ კედელს. ერთი არის აი ამ დერეფნის კედელი. ეხლა რო უყურებთ ესე უნდა ჩავიდეს, ხო? ზუსტად ჩდება რა, ზუსტად. აი ამას რა ფუნქცია ჰქონდა ამ დრომოს, ხო, ანუ ამ დერეფას. ვერ ხვდები ჯერ ესენი რომ ქრისტიანობამდელი ამის თქმის საშუალებას და უფლებას გვაძლევს, აქ ნაპოვნი ისრისპირები. რომლებიც არის ნუ მე-4 საუკუნის, მე-5 საუკუნეების ისრისპირები, ჯავშანსახვრეტი ისრისპირებია, როგორც ეტყობა, აქ რაღაცა ძალადობრივი ის მოხდა, დაპირისპირება მოხდა, ესეთი. რელიგიური ნიადაგზე ხო? რელიგიური ნიადაგზე ალბათ, იმიტომ რომ ქრისტიანები და არაქრისტიანები, ხო არ ვიცით, თაყვანისცემის ობიექტი იმათი, ხო? აი ის უპირისპირდებიან ერთმანეთს საბრძოლო იარაღით. ლეჩხუმის ერისთავი იმდენად ის არის, რომ რაღაც პერიოდში იყო ძალიან ესეთი მაგალითად კახაბერი და გვირგვის მეფეს ლეჩხუმის ერისთავი ადგამს. ხო, განვითარებულ შუა საუკუნეებში ახლა დამბურცკლა. იმდენად მნიშვნელოვანი კუთხია ზოგადად ქრისტიანობისთვის, რომ ლეჩხუმში ხდება ბიზანტიელი ბერის სახელისუფლებო და საეკლესიო იერარქიასთან დაპირისპირებული მაქსიმე აღსარებლის აქ გადმოსახლება. და აქ აღესრულა, ნუ იქ ცაგერში არის ეხლა მონასტერი და ის ცნობილი მაქსიმე აღსარებელი, რომელმაც ფაქტიურად გადაარჩინა მართლმადიდებლობა. დაპირისპირება ჰქონდა ბიზანტიაში, მე წამოვიდა და ლეჩხუმში იპოვა თავშესაფარი. და გადმოასახლეს. ლეჩხუმის ერთ-ერთი ძველი სახელი არის სკვიმნია. სქიმარები იყვნენ სოხუმის გარშემო ტომი, რომელთა ტოტემი იყო თევზი, ანუ ჩხუმი, ლეჩხუმი. და მერე წერს, რომ იმდენად ის იყო, რომ კუთხესაც კი ამ ტომას სქიმარებმა მისცეს სახელი. ანუ სკვიმნია. სქიმარი, სქიმი, სკვიმნია ერთ და იგივეა. თქვენს ლეჩხუმელი ხო? არა, საერთოდ შეხება არ მაქვს, მე ჩემმა მეგობარმა, გარდაცვლილმა, ცხოვრებულმა გურამ გაბიზაშვილმა მომიყვანა
შემაყვარა ეს კუთხე და ხალხი და იმის გარდაცვალების შემდეგ ერთად დავიწყეთ. გურამიზეც უნდა მითხრათ 1-2 სიტყვა მე მსმენია რაღაცა. კი, აუ არ დავიღლები. ეგ არის თემა, რომელსაც არ ამოვწურავ არასოდეს რა. შემი და გურამის ესეთი განუყრელი მეგობრობა იწყება სტუდენტობიდან. მე უკვე სწავლობდი და გურამი მეორე კურსზე გადმოვიდა ისტორიულზე და ეს იყო მისი ეგეთი გააზრებული არჩევანი, რომ აუცილებლად უნდა ისტორიულ ფაკულტეტზე ესწავლა, აუცილებლად გამხდარიყო არქეოლოგი და აუცილებლად კვლევები წამოეწყო ლეჩხუმში. მე მაშინ ლეჩხუმი მგონია რაჭა, როგორც მთელ საქართველოს და რო უთხარი სად მივდივართ ბიჭო რაჭაში და გაგიჟდა. ესე თავის კუთხეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. ესეთი თავისი კუთხის ენთუზიასტი და კაი გაგებით არა კუთხური პატრიოტობით დატვირთული ესე თავის კუთხეზე შეყვარებული ადამიანი ნაკლებად მოიძებნება. უღონდ კარგი აი ხალასი სიყვარულით რა. დიდი კაცი იყო, კახი ასათიანი დაგვეხმარა, ისიც ხო ლეჩხუმელი იყო, თღნარისელი იყო და მივედით ორი პატარა ბიჭი, მივედით და უთხარით ბატონო კახი წასვლა გვინდა იქ და დაგვაფინანსეთ რა და მაშინ იყო კახი ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე. ხო და კიო კახის მოძიებულმა ფინანსებმა მოგცა იმის საშუალება, რომ წამოსულიყავი და წამოგვეწყო რაღაცა ისინი. ხომლი თვითონ არის ვარსკვლავთ კრებული მოგეხსენებათ, ეს არის ზოდიაქო. ჩვენი ინტერესი ამთვის მიმართ გამოიწვია ჟამთა აღწერილს ქართლის ცხოვრებაში. ჟამთა აღწერილს აქვს მოხსენიებული ხომლი როგორც ქართულ მეფეთა განსაცავი. მე უკვე 2007-ში იღებს გრანტს რუსთაველის ფონდის და ვიწყებთ უკვე ხომზე. ეს არის უკვე ის ცნობილი ექსპედიცია, ფილმიც რო გადაიღეთ, ხო? აი ზუსტად ეგ ექსპედიცია, რომელმაც ეს ფილმი დადო შედეგად. გურამი 2010 წელს გარდაიცვალა და მე ჩემდა ძალიან სამწუხაროდ მე მომიწია მე უკვე მარტო სამტვირთის სიტყვან და გულწრფელად გეუბნებით, რომ ძალიან რთულია რა გარდაცვლილი მეგობრის ძმის ფაქტიურად საქმის გაგრძელება რა და სულ იმაზე ფიქრი, რომ ის თამასა არ დავარდეს ქვემოთ რა. მაგრამ გრძნობთ ხოლმე კავშირს. კი, ხშირად ვესაუბრები. რაღაცებს, რჩევებს ვეკითხები. გვიმრებში არის ტოტებია, ტოტზე ფერს მაგრამ ეგრევე სრიალებს. ამიტომ აქ ძალიან მწკრივად იყავით. საინტერესო ექსპედიცია იყო, იმიტომ რომ 2000 მეტრზე ხარ. ადვილად ამედი, მაგრამ ჩამოსვლა იყო ძნელი. მოდილო? დივანე ჯავახიშვილი ერთი დათქმით, რომ ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ განსაცავმა ხომზე დაკარგა აზრი, ის იქნა გამოტანილი და განაწილებული ყველა სამეფო სამთავროზე. ჩვენ ვეძებეთ რა ეს კვალი და სადღაც ვატიკანისკენ მიდის რა. აი აქ რა ხელანაბრალია. რას სრიალებს? ვახ, ბიჭო რა მაგარი.